უნდა გავაგრძელოთ საუბარი ახალგაზრდებთან, აქტივისტებთან, რომლებიც მუდმივად არიან საპროტესტო აქციის მონაწილეები. დღეს არის მე-300 დღე პროტესტის, როგორც უკვე გითხარით და ამისთვის სიმბოლური აქცია, ამის აღსანიშნავი სიმბოლური აქცია 300 იარაღველის მემორიალიდან გაიმართება. დათა ქაშიაშვილი, სამოქალაქო აკტივისტი, ლუკა ხიზაძე, ასევე სამოქალაქო აქტივისტი არიან ჩვენი სტუმრები, შემოგვიერთდნენ უკვე სტუდიაში, მოგესალმებით სტუმრებისთვის. 300 დღე დათა დავიწყოთ შენგან არ არის ცოტა, ხომ? თუ ფიქრობდი, რომ ამდენი დღე გაძლევდა ეს პროტესტი და დავუშვათ რომ გავიხსენოთ, როდესაც დაიწყო ეს პროტესტი, როგორი იყო მაშინ განწყობები, ახლა როგორია განწყობები, თუ უფრო გაძლიერდა, მოხდით მაგალითად ახალგაზრდებში, რომლებთანაც ალბათ უფრო მეტი კომუნიკაცია და ნაცნობობა აქვს. ხო, ნუ ალბათ ცოტა უფრო რთული წარმოსადგენელი იყო ჩვენთვის თავიდან, რომ შეიძლებოდა ესე 300 დღე უწყვეტად ბრძოლა გაგრძელებულიყო და რაღაცა მოქალაქეები ბოლომდე არ დაღლილიყვნენ და მართლა ასე ვთქვათ, თავიანთი ჩვეულებრივი ცხოვრება არ გააგრძელებინათ, მაგრამ ხედავთ, რომ 300 დღის განმავლობაშიც კი საზოგადოების უდიდესი ნაწილი მაინც ამ პროტესტს ინარჩუნებს და არ ეგუება ამ უსამართლობას, ყოველდღიურად გამოდიან, ყოველდღიურად განანურს თაგვთან და ეს გზავნილიაც იყო ნოემბერში, იგივე გზავნილი გვაქვს დღესაც. მიუხედავად იმისა, რომ დამღლელია ეს 300 დღე და ბევრს მართლაც ფიტავს და იღლება ადამიანი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გრძელვადიანი პროტესტის დროს დასასრული უნდა იყოს ჩვენი დანებება, არა პირიქით. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან იყო ცოტა რთული პერიოდი, რომ იყო, რა ვიცი, პირდაპირ ფიზიკური ძალადობა პოლიციელების მხრიდან, ანუ 1000 უფლებამოსილების გადამეტება, მაშინ ესეთი განწყობა იყო, რომ შეიძლებოდა მართლა ძალიან მალე მოჩენილიყო ყველაფერი, მაგრამ ეს არაა პრობლემა. პრობლემა არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ ამ 300 დღის განმავლობაში არანაირი შეღავათი არ მოგცა, მოკლედ გაუარესდა ყველაფერი და სწორედ ეს გვაძლევს მოქალაქეების ამ ნაწილს მუხტს, რომ არაფერი უკეთესობისკენ არ წასულა და შესაბამისად 300 დღე იქნება, 350 დღე იქნება, აუცილებლად მივიყვანთ ბრძოლას ბოლომდე. არ ნიშნავს, რომ რაღაცა უვადო ბრძოლა არის კარგი, იმიტომ რომ ხალხი არის, ანუ ვიღლებით, ვიფიტებით, მაგრამ ეს დაღლა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ შევწყვიტოთ ბრძოლა ბიჭებისთვის, სამართლიანობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. აი ეს ვადა უფრო ხანმოკლე შეიძლება აღმოჩნდეს ახლა თუ დაახლოებით რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს თქვენი ვარაუდით? არ ვიცი, ეს 4 ოქტომბრის აქციას ცოტა იმედს მაძლევს მეც ბევრ ჩემ ნაცნობს საპროტესტო საზოგადოების დიდ ნაწილს. არ ვიტყვი, რომ იმიტომ რომ 4-ში შეიძლება დაამთავრა, მაგრამ ესეთი შავეწლება რჩება და იმეთ საზოგადოებაში, რომ 4-ში დაიწყება ახალი საპროტესტო კერა, ახალი წინააღმდეგობის ძალა და 4-დან პროტესტი უკვე იქნება აბსოლუტურად სხვანაირი, როგორც იყო ბოლო 300 დღის განმავლობაში. ხო, აი ლუკა 4 ოქტომბერზე რო ვილაპარაკოთ, ხომ? თქვენი განწყობა როგორია ამ დღესთან დაკავშირებით? პოლიტიკურ პარტიებს შორის ძალიან ბევრი ასთა სხვადასხვაობა, თუნდაც კონკრეტულ თარიღთან მიმართებით, თუმცა მონაწილეობას, თუნდაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან ჩართული საპროტესტო აქციებში, ამ პროტესტში ამ დღეს აპირებენ, ხომ? როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ 4 ოქტომბრის თარიღის მიმართ და თქვენ რამდენად ბევრს ელოდებით ახალგაზრდა აქტივისტებს, რომ იქნებიან აქ 4 ოქტომბერს? ხო, იცი არის 4 ოქტომბერს ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო, ბევრი აქცია ყოფილა, როდესაც თქვა იმედი გქონდა იმის, რომ რაღაც ახალი დაიწყებოდა, ბევრი მომენტი გქონდა, როცა ეს ხალხის დიდი მასა გამოვიდა, დიდი აქცია ჩავატარეთ და რაღაცნაირად იმედგაცრუება გქონდა ხალხს იმის, რომ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ, ხო, ბევრი იმედგაცრუება იყო სალომე ზურაბიშვილზე, პარტიებზეც და ასე შემდეგ, რომ გეგმა რა არის, რას ვაკეთებთ და მსგავსი თარიღები გქონია მოკლედ, როცა თქვა რაღაცა დიდ ვუოდებოდით, თუმცა არ გამოვიდა. მაგრამ აი თავარი ახლა 4 ოქტომბერზე არის ერთი რაღაც, ხო? 4 ოქტომბერს მოვდივართ იმისთვის, ანუ ყველას გააზრებული გვაქვს 4 ოქტომბერს რისთვისაც მოვდივართ და ეს არის რევოლუცია. იმისთვის, რომ იმ დღეს დავიწყოთ და თუ არ დავამთავრებთ იმ დღეს, ყოველ შემთხვევაში დავიწყოთ იმ დღეს ბრძოლა იმისთვის, რაც არის ჩვენი მთავარი მიზანი და ეს არის ხელისუფლების შეცვლა. ცვლილებების მოტანა ამ ქვეყნისთვის, რომ უკეთესობისკენ წავიდეს ყველაფერი. ეს არის მე მგონი ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ ადამიანები ამდენი ხნის განმავლობაში ელოდებიან იმას, რომ კონკრეტული თარიღი, კონკრეტული დრო, არ ვიცი, რაღაც შეთანხმება შედგეს იმაზე, რომ ჩვენ უნდა შევძოთ და მივაღწიოთ იმას, რომ ეს მთავრობა შევცვალოთ, იმიტომ რომ ერთადერთი გამოსავალი ყველა ვხვდებით ამას, რომ არის ამ მთავრობის შეცვლა და მე მგონი, რომ ძალიან დიდ როლს ითამაშებს 4 ოქტომბერზე, რომ ყველამ კარგად ვიცით, რისთვის მოვდივართ. ყველა ადამიანი
ადამიანი, რა ვიცი, ყველა ოჯახი, ჩვენ ნათესავები იქნებიან, ემიგრანტები იქნებიან, რეგიონებში ხალხი იქნება, ხო? ყველა ადამიანმა იცის ზუსტად, რომ ეს ერთი დღე არის, როცა ყველა გამოვდივართ, დგებით ჩვენი ამ უმრავლესობით, იმიტომ რომ ქართულმა უცნებამ ძალიან კარგად იცის. რო ავიღოთ ასეთია მობილიზება თქვენ გარშემო, გულისხმობ ახლობლებს ნათესავებს. კი, ანუ ეს გვაძლევს რეალურად აი ამის შეგრძნებას, ხო? იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში თქვა ცოტა გაჩუმებული იყო, ცოტა ისე ვერ იყო мотивაციით, ხო? ეხლა 4 ოქტომბრისთვის ვიცით რომ ყველა გამოდის და ეს გვაძლევს იმის შეგრძნებას, რომ იქნება მასშტაბური აქცია და იქნება აქცია, რომელიც იმედიც უნდა გქონდეს, ხო? იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც ემიგრანტები იქნებიან, რეგიონებიდან იქნებიან ხალხი, ნათესავები, მეგობრები, ვინც დიდი ხნის განმავლობაში თქვა ესე ცოტა უიმედოდ იყვნენ, ხო? ეს ხალხი რაღაცნაირად мотивация გაუჩნდათ ამ ხალხს, რაღაც დაუბრუნდათ ბრძოლის შინი, გაახსენდათ ის დარბევების დრო, როცა ჩვენ ვიბრძოდით სპეცრაზმის წინააღმდეგ, ვიბრძოდით ამ რაღაც გედედეს წინააღმდეგ, წყლის ჭავლის წინააღმდეგ, როგორი შეუპოვრები ვიყავით, როგორი მამაცები ვიყავით, როგორ გავწირეთ ყველაფერი, როგორ არ ვიცი ჩვენმა მეგობრებმა, ვინც ახლა ციხეში ზიანო, ამ ადამიანებმა ამ დროს ეს ადამიანები ამ დროს დავკარგეთ, ხო? და რეალურად ისე გამოდის, რომ ის ბრძოლა რაც დავიწყეთ, ხო? მაშინ ეს პირდაპირ ფიზიკური ბრძოლა, საკუთარი სიცოცხლის ჯანმრთელობის ხარჯზე დავიწყეთ ბრძოლა, ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ ახლა და მათ შორის უნდა გავაგრძელოთ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა გვაქვს პოლიტიკური პატიმრების მიმართ, იმიტომ რომ ეს ხალხი დააკავეს ზუსტად ნოემბერ-დეკემბერში აქციებზე, ხო? იმის გამო, რომ ჩვენ გვერდით იყვნენ და მხარს გვიმაგრებდნენ და ეს პასუხისმგებლობა გვაქვს კვლავ და აი მე მგონი ეს არის ყველაზე მთავარი, რომ გავიხსენოთ ის დრო, როდესაც დავიწყეთ ბრძოლა ამ რაღაც რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და დავიწყეთ ფიზიკური ბრძოლა თავგამეტებით და გამარჯვების ჟინით და ეს იქნება მთავარი 4 ოქტომბერს ამისთვის უნდა მოვიდეთ ყველა. აი დათა ამდენი ხნისნიანი პროტესტის განმავლობაში ალბათ ეს არ არის ახლა კარგი, მაგრამ ფაქტობრივად შეგაგუათ ქართულმა ოცნებამ ცხოვრების ასეთ რეჟიმს, რომ თქვენ ყოველდღიურად ხვდებით როგორ გაუმკლავდეთ, თუნდაც თუ დაპატიმრებებს თქვენ იყავით დაპატიმრებული, ხო? სასამართლო სხდომებიც ჰქონდათ. გასწავლად ახალი მეთოდები, როგორ შეეგუოთ ამ რეალობას, თუნდაც როგორ დაიცვათ საკუთარი თანამებრძოლები, რომლებიც შეიძლება დააკავონ, ხომ? ანუ რა ახალი უნარები შეგძინათ, გულისხმობ საჭირო უნარები იმისთვის, რომ იყოთ უფრო ფრთხილად ამ საპროტესტო აქციების დროს, თუნდაც იმისთვის, რომ არ მისცეთ საშუალება თქვენი დაკავების, რომ არ დაგაზიანონ ან გაუმკლავდეთ მაგალითად საპოლიციო ძალებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადავლენ რამე ძალადობრივ ქმედებებზე. შეგვაგუა, არ ვიცი ან პირიქით, ანუ შეგვებულები რო არ ვართ და რო არ ვეგუებით, იმიტომ ვართ ასე ჯიუტად ყოველდღიურად, იმიტომ ვართ ბრძოლის ველზე, რომ არ გვინდა რომ შევეგუოთ ამ ცხოვრების რეჟიმს, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში ასე ვთქვათ დაგვგზნევს კუჩში და რახან ამას არ ვეგუებით, პირიქით იმიტომ ვაგრძელებთ ამ ბრძოლას. და რაც შეეხება ამ ახალ გამოცდილებებს და ახალ გეგმებს, ანუ არ არის ესეთი არაფერი განსაკუთრებული, აქ არის ის, რომ ნოემბერ-დეკემბერში მიუხედავად იმისა, რომ ქონდა რაღაც წინააღმდეგობის ძალა, საზოგადოების და აქციის მოწელების დიდი ნაწილი იყო გამოცდილი, იყო სტუდენტები, რომლებიც პირველად იყვნენ აქციაზე გასულები, მოსწავლეები, აბიტურიენტებზე მაქვს საუბარი და არ ვიცოდით რა უნდა გვექნა. გვეშინო და გაურბოდით, გაურბოდით ასე შემდეგ. ანუ ახლა განწყობა არის საერთოდ სხვანაირი, რომ რატო უნდა გავიქცებეთ თუ გავარსწორედ და თუ ის გედედე იქნება სპორტზე, რომელიც მორბის ჩემს აცემად, ის არასწორად ეს კანონს არ უღებს. ანუ ეს ხო აღარ არის რომ მე გავიქცევ იმას, მე შევეგუები და მე იმის მედი მექნება, რომ ის გვერდზე მიდგას, ისიც ხარს გამიმაგრებს მე და ის რომ მე მხარს გამიმაგრებს, მე გავაგრძელებ, მე სხვას გავუმაგრებ ხარს და სწორედ ანუ ეს ჯაჭვი უნდა შეიქმნას 4-ში, რომ ჩვენ ერთმანეთი არ მივატოვოთ და ეს ბრძოლა იყოს ისე, რომ არც ერთ ნაბიჯი ჩვენ უკან არ უნდა გადავდგათ. თუ მორბის პოლიცია, რომელიც არ ღვევს კანონს, მორბის გედედი, რომელიც კანონს არ ღვევს და ესე გცემს, ხუთი გედედი გეცემა და გცემს, ეს არის კანონი და არ ღვევა და ამაზე საპროტესტო საზოგადოებას უნდა ქონდეს შესაბამისი პასუხი, რეაგირება, რომ ჩვენ არ გაპატიებთ არც ერთ მოქნეულ ხელს, ასე ვიტყვი და არც ერთ დანაშაულად დაჭერილ ადამიანებს. დეკემბრიდან დაწყებული, რაც იყო მთელი 3 წლის განმავლობაში. თუმცა აი ხო ჩვენ კადრებიც ვნახეთ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ახლა საგანგებოდ ემზადება, ხო, იმის შესაძლებლობისთვის, რომ დარბევები შეიძლება დასჭირდეს მას. ხო, თქვენ რას ელოდებით ამ თვალსაზრისით, რამდენად მწვავე იქნება რეაქცია, თუნდაც 4 ოქტომბრის ან მის შემდეგ? ხო, პირიქით მე მგონი ყველას გაგვიხარდა ეგ ამბავი დავინახეთ, რომ ეს გედედი ემზადება, ეს ახალდახელთ და იქ რა ვიცი, ვითომ მოქალაქეებად გადაცმული ხალხი ყავთ იქ წყლის ჭავლის გამოყენებაზე და 1000 რაღაცა პრაქტიკებზე ვარჯიშობენ, როგორ შეიძლება ხალხის მასა დაშალონ.
ხო ეს მე მგონი ყოველთვის ისეთი რაღაც мотиваციის მომცემი იყო პირიქით, იმიტომ რომ რეალურად ეხა ამ ბოლო ხანებში ჩვენ ვხედავთ იმას, რომ მიუხედავად იმის, რომ ამ 300 დღის განმავლობაში ქართული ოცნება ცდილობს ჩვენ გამოფიტვას და აი 1000 ხერხით და 1000 გზითსა და ეს ყველაფერი, ამავდროულად ამ 300 დღის განმავლობაში ქართული ოცნება ასევე თავად ებრძვის საკუთარ თავს, ასევე, რა ვიცი, თავის ყოფილ მეგობრებს, რა ვიცი, იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მეტად ენდობოდნენ, იქნება ეს, რა ვიცი, ვინც ბურჭუაძე ვინც დააკავეს ეხლა ხო ის ადამიანები რეალურად ვინც იყო ქართული ოცნების გვერდით ხო ეხლა არიან რაღაცნაირად საპატიმროებში ბევრს ელოდება რა ვიცი ღარიბაშვილი იქნება თუ ლიუაშვილი იქნება ელოდება საპატიმროში დაპატიმრება ელოდებათ სერიოზული საფრთხე ემუქრებათ ანუ რეალურად ჩვენ ვხედავთ იმას რომ ქართული ოცნებას აქ სერიოზული პრობლემები და ამ 300 დღის განმავლობაში ზუსტად იგივენაირად იმ სტრესში არის იმ რაღაცა ბრძოლაში არის და ხედავთ იმას რომ GDD იქნება თუ პოლიცია იქნება თუ ეს ძალოვანი სტრუქტურა ხო უფრო და უფრო სუსტება ფიზიკურადაც და მორალურადაც იმიტომ რომ ამ ხალხს ახლა ამდენი ხნის განმავლობაში როგორ შეიძლება გაუძლონ ამ უსამართლობისთვის რაღაცა ესე იარაღი და მონები რო არიან ხო და აქ რეალურად არის ძალიან მარტივი რაღაც რომ უნდა გავიაზროთ ის შეცდომები რაც თქვა დარბევებზე თუ წინა პროტესტის განმავლობაში ჩვენ დავუშვით და ეს შეცდომები თავარი აქ არის ერთი რომ უკან დახევა აი როდესაც უსამართლობის რაღაცა ეს მებრძოლები და ეს სპეცრაზმელები თუ რა ვიცი ომონები თუ ვიღაცა მორბიან იქიდან ესე გავეშებულები და გაგიჟებულები ამ ხალხის რაღაცა არ უნდა შეგვეშინდეს და ერთადერთი რაც არც ერთი ადამიანი უკან არ უნდა დავტოვოთ და არ უნდა მივატოვოთ ჩვენ თანამებრძოლები ერთადერთი რაც არის ჩვენ ჩავხედოთ ამ მტერს თვალებში და შევებრძოლოთ იმიტომ რომ სასწორზე დგას საქართველოს მომავალი და ჩვენი პოლიტპატიმრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ეს არის და მე აუცილებლად მჯერა იმის რომ ქართული ოცნებას მეტად ეშინია 4 ოქტომბრის მეტად ეშინია რევოლუციის და ამ დამარცხების ჯერა ზუსტად იცის რომ დამარცხდება ზუსტად და ეს ჩვენ შეგვიძლია რომ იყოს თქვა 4 ოქტომბერს შეგვიძლია რომ იყოს 5 ოქტომბერს ამას ჭირდება მონდომება და ამას ჭირდება იმ ბრძოლის ჟინის გახსენება რაც გქონდა ჩვენ და რაც ნამდვილად შეგვიძლია კი ბატონო გასაგებია დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის ლუკა ხიზაძე და ათა ქაშიაშვილი მოძრაობა ერთობის წევრები აქტივისტები იყვნენ ჩვენი სტუმრები